მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ STASO TV-ს დებატებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ჟურნალისტი მარია მელიავა გახლავართ. ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვუახლოვდებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ქვეყანაში კვლავ გრძელდება მოქალაქეთა პროტესტი აქციების ფონზე. ევროპისა და ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათი მთავარი მოწოდებაა, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელია. ამ პოლიტიკურ ფონზე საინტერესოა, როგორია დღევანდელი ჩვენი დებატების მონაწილეების გეგმები წინასაარჩევნო, ამიტომაც მინდა წარმოგიდგინოთ პარტიის. მწვანეთა პარტია საარჩევნო ნომრით 12 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გურამ ნიკოლეიშვილი და პარტიის გირჩი საარჩევნო ნომრით 36 საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის სოლომონია. STASO TV-ს ეთერში მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისთვის მოვიწვიეთ ყველა მთავარი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მივმართეთ წინასაარჩევნო დებატებში უფლებამოსილ პარტიებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. ეს პარტიებია: ქართული ოცნება საარჩევნო ნომრით 41, გირჩი საარჩევნო ნომრით 36, ძლიერი საქართველო ლელო საარჩევნო ნომრით 9 და გახარია საქართველოსთვის საარჩევნო ნომრით 25. დამატებით მივმართეთ ასევე სხვა აქტიურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში. ეს პარტიებია: მწვანეთა პარტია, თავისუფალი საქართველო, კონსერვატორების საქართველოსთვის საქართველო, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, მამული ენა სარწმუნოება, სახალხო ხელისუფლება, მემარცხენე ალიანსი, ქართველ ერთობა, ჩვენი გაერთიანებული საქართველო. წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და შეთანხმება შედგა შემდეგ პარტიებთან: გირჩი და მწვანეთა პარტია. ასევე აღსანიშნავია, რომ თოქ-შოუს ფორმატში წინასაარჩევნო პერიოდში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პარტიების წარმომადგენლებმა: მამული ენა სარწმუნოება, სახალხო ხელისუფლება, ჩვენი გაერთიანებული საქართველო. მოგესალმებით ბატონებო, დიდ მადლობას გიხდით, რომ მოგწანდით სტუდიაში და დაგვითმეთ დრო. პარტიული ნომრის რიგითობის მიხედვით დავიწყებ შეკითხვის დასმას. ბატონო გურამ, როგორ შეაფასებთ დღევანდელ წინასაარჩევნო გარემოს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ მოგვიწვიეთ, მოგესალმებით. თქვენს მაყურებელს მივესალმები. სავარაუდოდ უფრო მეტი ნაწილი სტუდენტები იქნებიან, რაც ძალიან სასიხარულო არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. წინასაარჩევნო გარემო, როგორც ყოველთვის პრინციპში საქართველოში ხდება ხოლმე, არის ძალიან პოლარიზებული, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედია საშუალებებში. ეს შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისახება ცუდად წინასაარჩევნო გარემოზე. ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით ჩვენ შემთხვევაში, მწვანეთა პარტიის შემთხვევაში, რომ არ გვაქვს საშუალება ისეთი ძლიერი მედია საშუალებების მხრიდან მივიდეთ მათ ეთერებში, ვესაუბროთ ამ მრჩეველს, ისე როგორც მაგალითად სხვა პარტიებს აქვთ. ეს მთელი რიგი საკითხებიდან გამომდინარეობს, ძირითადად მაინც ავალოთ ფინანსების დონეზე დადის ეს ყველაფერი. ის პარტიები, რომლებიც უფრო ფინანსურად ძლიერები არიან, როგორც მედიაში, ისე წინასაარჩევნო პიარში უფრო ძლიერად და აქტიურად არიან წარმოდგენილები. ამიტომ გარემო რა თქმა უნდა არის არათანაბარი, კონკურენცია არის არაჯანსაღი, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვცდილობთ ყველანაირი მეთოდი გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხმა მივაწვდინოთ და საზოგადოებას დავანახოთ ალტერნატივა, რომ არსებობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგალითად ამ შემთხვევაში მწვანეთა პარტია, რომელიც არის კვალიფიციური, მოგეხსენება ჩვენ ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ვართ, დამფუძნებლები ვართ ევროპის მწვანეთა პარტიის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ესე შევაფასებდი წინასაარჩევნო გარემოს და მოკლედ თუ ჩამოვყალიბოთ ესე არის. კი ბატონო, გმადლობთ ბატონო ბორის გისმენთ. გამარჯობა, პირველ რიგში მეც მოგესალმებით. ჩემი აზრით წინასაარჩევნო გარემო რო შეაფასო, წინასაარჩევნო გარემო უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე ჩემი აზრით ახლა არ არსებობს წინასაარჩევნო გარემო. შეიძლება ეს ცოტა გირჩულადაც გამომივიდეს. იმიტომ რომ იმისთვის რომ რაღაც შეფასება გავაკეთოთ, ელემენტარულად უნდა განსხვავდებოდეს ეს გარემო პრეარჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში. მე არ მგონია რომ რაიმე შეიცვალოს პოსტსაარჩევნო პერიოდში. განსაკუთრებული მედიებმა გახსნას პოლიტიკოსებისთვის ეთერები, დებატები შედგეს, რაიმე აზრი გაჩნდეს. რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად ტემპერატურა აიწია ბოლო 4 წლის განმავლობაში, იგივე ხდება. და თან არ დგება არანაირი დიალოგი მხარეებს შორის. შესაბამისად, ალბათ იგივე ხდება, რაც ხდებოდა 2 თვის წინ, 3 თვის წინ და იგივე მოხდება არჩევნების შემდგომ 6 თვის განმავლობაშიც და პოსტ საარჩევნო პერიოდში. ასე რომ
ასე თქვა, ამას წინასაარჩევნო გარემო შეფასება რთული იქნება. იმიტომ რომ არის. ძირითადად როგორც ჩვენს ასეთო ის მაინც ერთ აზრზე ხართ და მაინც მედიამდე მივდივართ მედიის პრობლემას. მაგრამ ხო, მედია ცენტრალური ნაწილია მაინც რა თქმა უნდა. ორივეს უნდა დაგისვათ მაშინ ესეთი შეკითხვა. ამ კუთხით როგორც პროფესიით ჟურნალისტმა მინდა გკითხოთ ესეთი რაღაც. თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიული კუთხით როგორ შეაფასებდით, რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია მედიამ უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად კრიტიკული მედია ტერმინი ესეთი არ არსებობს ჟურნალისტიკაში. ამ კუთხით მაინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნებს, აი ქვეყნის დემოკრატიის კუთხით ზუსტად რომ. მე როგორც პროფესიით პოლიტოლოგი, მაშინ ვიპასუხებთ, რომ ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში თვითმმართველობის დონეზე დაიყვანება ადგილობრივი დემოკრატიის პრინციპები. ზოგადად არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ცენტრიდან, თბილისიდან იმართებოდეს გარკვეული პროცესი, მაგალითად აჭარაში, გურიაში, კახეთში თუ სხვა რომელიმე რეგიონში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ნორმალურ პროცესში, როცა არჩევნებიც ნორმალურ პირობებში კონკურენტულ გარემოში ტარდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს მოშლილი არის, გამომდინარე იქიდან, რომ სახალისუფლებო პარტიას აქვს ძალიან დიდი გავლენა თვითმმართველობაში, ზოგადად ვინც არ უნდა გაიმარჯვოს იქ, როგორც წესი, უკვე ბოლო წლებია ყოველთვის იმარჯვებენ სახალისუფლებო კანდიდატები, ისინი მიმართებიან ცენტრიდან და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები რჩება უკვე მიღმა გარკვეული პოლიტიკური პროცესებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, პასუხი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარებისთვის და ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს არ მუშაობს სამწუხაროდ, ეს პრინციპი არ მუშაობს და ჩვენ პარტია იმეც ვიტოვებთ, რომ როცა ნელ-ნელა უკვე წავალთ და დემოკრატიული პროცესები განვითარდება საქართველოში, ეს პრინციპი შეიცვლება და რეგიონები არ იქნებიან მხოლოდ ცენტრიდან მართული და ადგილობრივ დონეზეც ეს დემოკრატიული პრინციპები განვითარდება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დაცული იქნება პირველ რიგში ადგილობრივ დონეზე. კი ბატონო ბორის. აბსოლუტურად დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ მუშაობს არაფერი ადგილობრივად. დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნები. რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენთან ეს სისტემა აბსოლუტურად მოშლილია და ამას თავის მიზეზი აქვს. ალბათ ამორჩეველი უფრო მეტად ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულად თავის პრობლემებზე და უნდა იცოდეს ვინაა მისი წარმომადგენელი და შესაბამისად მასთან უნდა ქონდეს ურთიერთობა და ამის გამოსწორების გზაზე უფრო მეტი არის სამსჯელო ვიდრე ის თუ რა ცუდი არის სისტემა ახლა. მე უფრო შორს წავიდოდი პრინციპში, ვიტყოდი რომ არა მხოლოდ აი ეს სტრუქტურა უნდა იყოს. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილებიც უნდა იყოს აბსოლუტურად დაშლილი და ადგილობრივ არამრჩევლთა დამოკიდებულებით შერჩეული. შესაბამისად, მთავარი საფიქრალი ახლა არის, რომ გასაგებია ეს მდგომარეობა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის შეცვლა. ალბათ შეიძლება იმ კუთხით, რომ ამორჩეული უფრო კონცენტრირებული იყოს არა ზოგადად მხარე და პოლარიზაციაზე, მხარეების შერჩევაზე, არა იმაზე, თუ როგორ გადაჭრას საკუთარი პრობლემები და ვინაა ამ პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელი. ან ვის არ შეაშლევინოს ხელი თავის საკუთარი პრობლემების გადაჭრაში. ბოლო წინადადება ვის არ შეაშლევინო საკმაოდ საინტერესო იყო. კი ბატონო გურამ თქვენ გკითხავთ, თქვენი პარტიის მწვანეთა პარტია ძირითადი ხედვები და გეგმები რომ გკითხოთ, თუ შეიძლება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი ძირითადი ხედვა და გეგმა, როგორც ასწრებში აღნიშნე, რა თქმა უნდა არის ის, რომ მაქსიმალურად საზოგადოებას მივაწვდით ხმა, რომ ზოგადად საქართველოში არსებობს პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც არიან კვალიფიციური შეიძლება არ ჩანან მეინსტრიმ მედია საშუალებებში, იმიტომ რომ საშუალება არ ეძლევათ, თუმცა არსებობენ არიან მზად იმისთვის, რომ უფრო აქტიურები იყვნენ პოლიტიკურ პროცესში და ამ შემდეგ შესაბამისად ჩვენი მთავარი გეგმა არის ეს, რომ მაქსიმალურად ჩვენი ხედვები, ჩვენი გეგმები, ჩვენი სამხედროობა ამორჩეულს გავაცნოთ, დავანახოთ განსხვავება მაგალითად ჩვენ შორის და სხვა კონკურენტ პარტიებს შორის და ძირითადად ამორჩეულ ფარგლებით. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ამბიციური საარჩევნო გეგმების დასახვა ელექტორალური კუთხით ძალიან რთულია. გამომდინარე იქიდან, რა პრობლემებზეც აქამდე უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ელექტორალურ აქტიურობასაც ჩვენ მიმართულებით ველოდებით, თუმცა ამ არჩევნებს ასევე ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო გავზარდოთ, გავავრცელოთ ჩვენი იდეები საზოგადოებაში, მეტი ადამიანი მოვიცვათ, მეტი ადამიანი დავაინტერესოთ
აი ეს არის ჩვენ ძირითადი გეგმა და სტრატეგია ამ არჩევნებზე. კი ბატონო, თქვენი პასუხიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რაგან გასხოვებთ სხვა პარტიებისგან? სხვა პარტიებისგან ჩვენ პირველ რიგში განგვასხოვებს მაგალითად ის, რომ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია. საქართველოში ძალიან ხშირად ფუძნდება ახალი პარტია, მერე ის უქმდება წყვეტს მუშაობას. ჩვენ პარტია სათაოს იღებს ჯერ კიდე ეროვნული მოძრაობიდან, წყალთა მოძრაობა ეროვნული მოძრაობის შემადგენელი ნაწილი იყო. შემდეგ მის ფაზაზე უკვე ზურაბ ჟვანიამ დააარსა წყალთა პარტია და ამის შემდეგ უკვე ძალიან დიდი ისტორია გვაქვს. ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს ვიყავით გარკვეული რეპრესიების ხვერპლი, შემდეგ უკვე ქართულ ოცნებასთანაც ჰქონდა ჯერ თანამშრომლობა, შემდეგ უკვე განხეთქილება და გამოვიყავით ამ კოალიციას და ასე შემდეგ. ეს ერთი, რომ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია, ეს პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, გვაქვს შესაბამისად გარკვეული ისტორიული სტრატეგია, როგორ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკურ ასპარეზზე, ამის გარდა გვაქვს კაფილად გამოკვეთილი იდეოლოგია, მწვანე იდეოლოგია მოგესახსენებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე. Ყავს ასევე ძალიან დიდი კონტაქტების ქსელი საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოხსენებათ არსებობს მწვანე პარტიები, განსაკუთრებით ევროკავშირში ეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ყველა მათგანთან მიგვიწვდება სიტყვა და ყოველთვის ვახდენთ ხოლმე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ლობს ამ სივრცეში. მოგესალმებით, მწვანეთა ფრაქცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის ევროპარლამენტში და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვართ ევროინტეგრირებული, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრები და ასე შემდეგ. აი ეს ძირითადი ფაქტორები არის, რაც სხვა პარტიებისგან მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამოგვარჩევს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ბატონო ბორის, როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ თვითმმართველობის არსზე? ზოგადად უნდა ჰქონდეს თუ არა რაიონის მაცხოვრებელს უფრო მეტი თავისუფლება კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში, ამ შემთხვევაში ბიუჯეტს ეხება ეს თუ ადგილობრივ რეფერენდუმს? როგორ არის, იცით, მსგავსი მიდგომები არსებობს რიგ ქვეყნებში, როდესაც ადგილობრივ მაცხოვრებელს მეტი გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვს ადგილობრივად ბიუჯეტთან დაკავშირებით. თუმცა, კონკრეტულად ჩემი თვალთახედვა ესეთია, რომ რაც შეიძლება შემცირებული უნდა იყოს ადგილობრივი ბიუჯეტი და დაბრუნებული იყოს ის მოსახლეობისთვის. ან გირჩის ხედვა ესეთია, რომ ეს სისტემა სრულიად შეცვლილია და შესაბამისად ამ მომრჩეველს არ უწევს იმის განსაზღვრა, თუ ის ბიუჯეტი სად უნდა დაიხარჯოს, არამედ უწევს იმის განსაზღვრა, თუ მისი ცხოვრება თვითონ სწორად როგორ წარმართოს და შეიქმნას ისეთი გარემო, რომ თუნდაც მისი ადგილობრივი წარმომადგენელი იყოს მისთვის აი ამ გარემოს შექმნაში ხელის შემწყობი და არა ხელშემშლელი. შესაბამისად, ის რომ რეფერენდუმის სახით ადამიანებს ვატარებინათ ბიუჯეტის განსაზღვრის არჩევნები, ასე ვთქვათ, ეს ჩემი აზრით არასწორია. იმიტომ რომ ფუნდამენტში აქვს შესაძლებელი ყველაფერი, ის ბიუჯეტი უნდა იყოს შედარებით უფრო ნაკლები და მიმართული იყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტებზე და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს და არ ჰქონდეს ისეთ შეზღუდვები, როგორიც არის იგივე მშენებლობასთან დაკავშირებული ადამიანებს რო ყრიან სახლებიდან და ასე შემდეგ. არ ჰქონდეს ისეთი შეზღუდვები, როგორიც არის მაგალითად პარკირებასთან დაკავშირებული. ანუ თვითონ იღებდეს გადაწყვეტილებას და თვითონ ცვლიდეს მის გარემოს თავის გადაწყვეტილების მიხედვით. კი ბატონო, გმადლობთ. ბატონო გურამ, რა ტიპის ცვლილებების განხორციელება გსურთ დედაქალაქის მართვის კუთხით და ყველაზე დიდი პრობლემა თბილისში რა არის, რომელსაც წამოწევდით წინ და პრიორიტეტად რომელიც გიყენიეთ? რა თქმა უნდა, დედაქალაქის მმართველობაში ბევრი ხარვუზი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. პირველ რიგში შეიძლება იყოს ძალიან გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი, ძალიან გაბერილი არის ადმინისტრაციული საჯარო სამსახურებში კადრების რაოდენობა, ეს რა თქმა უნდა გამომდინარეობს იქიდან, რომ ამით სახელმწიფო ძალა ცდილობს ერთგვარად თავისი ელექტორატი შექმნას, ჩამოაყალიბოს და მართოს შემდგომში. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ეს არც ქართული ოცნების დროს დაწყებულა და არც დასრულდება სავარაუდოდ ესე მარტივად. ცენტრალური პრობლემა არის ის ქაოტური მშენებლობები, რომელიც უკვე შემდგომში იწვევს რიგ პრობლემებს, საცობები, აირის დაბინძურება, რაღაცა სტრესული გარემო და ასე შემდეგ. ეს არის ის ცენტრალური პრობლემა, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეხა ის თუ ნაითქვას, რომ უკვე აშენებულს ვერაფერს არ მოუხერხებთ, მაგრამ რეალურად ეს ქალაქი არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაინდო. დაწყებული შევარდნაძის დროიდან ყველა ინვესტორს ეწყობოდა ხელი იმისთვის, რომ სადაც კორპუსი ჩაედგა, შემდეგ სააკაშვილმა სასწაულები აკეთა, შემდეგ ამათმა კიდევ უარესი გააკეთეს და ასე შემდეგ.
შესაბამისად, აი პრიორიტეტად ჩემი აზრით დედაქალაქის შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ რაღაც მომენტში ჩამოვაყალიბოთ და გადაწყვეტილების დონეზე განსაზღვროთ, რომ არ შეიძლება ქალაქი მუდმივად იზრდებოდეს შიგნით და არა პერიფერიების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თუ მოხდება და რაღაცნაირად მოვახერხებთ იმას, რომ ოპოზიციური ძალები მიუხედავად აი ამ წინასაარჩევნო რთული სიტუაციის მიუხედავად მოვახერხებთ, რომ რაღაცნაირად დედაქალაქზე გავლენა აღვადგინოთ, აუცილებელია მოხდეს ის, რომ შეჩერდეს აი ეს საშინელი ნებართვების გაცემა, რომელიც რეალურად ქალაქს ანადგურებს, ჯანმრთელობას გვინადგურებს და ყოველდღე გვიწამლავს ცხოვრებას და გვართმევს ბედნიერებას, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მშენებლობებზე ზუსტად ისიც გამახსენდა, რომ ამ შემთხვევაში პროფესიონალი ადამიანებიც უნდა ავირჩიოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის დროს ძალიან ხშირად ზიანდება გაზის მილები, რაც იწვევს ძალიან დიდ პრობლემებს. ნაძალადევში რაც მოხდა, ბევრმა მოსახლემ თქვა, რომ იქვე ახლოს მშენებლობა მიმდინარეობდა, როდესაც დაზიანდა ეს გაზის მილი. ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არის. ამ რეაგირების კუთხითაც, რეაგირებასაც მაინც და მაინც სწრაფად, როგორც ჩანს, ცხელი ხაზი ხო, ცხელი ხაზი არ ახდენს დიდად რეაგირებას. ხითაც მნიშვნელოვანია მშენებლობების სტრუქტურების ვალდებულება. ადგილობრივი ბიუროკრატია იმ შემთხვევაში, რომ მშენებელი პროფესიონალი იყოს, პასუხისმგებელი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არქიტექტურის სამსახური უნდა იყოს პროფესიონალი. არქიტექტურის სამსახურიც, ანუ როგორი მომენტია, იცით, ახლა თქვათ დებატებში რო არ გადავიდეთ. შეგვიძლია. არქიტექტურის სამსახური შეიძლება არსებობდეს როგორც ესეთი ორგანო, თუმცა ჩემი მეორე საკითხია, რამდენად უნდა არსებობდეს. მაგრამ კონკრეტულად გაზის მილის დაზიანების საკითხი, ვიღაც მშენებელი დააზიანებს თუ არა, ვისი პასუხისმგებლობაა? ვიღაც მესაკუთრის, ხო, რომელიც იქ აშენებს. მაგრამ ამას ცოდნაც სჭირდება. ბატონო? ამას ხო ცოდნაც სჭირდება ისე სადღაც დადგა რაღაც მოწყობილობა და გათხარო და გაზის მილს მოხდე მაინც და მაინც და საფრთხე შეექმნა. ხო, საკუთრება თუ არის ის გაზის მილი მისაკუთრებაზე თუ გადის, ეს მეორე საკითხია. და ეს საკუთრების საკითხი გასამიჯნია ერთმანეთისგან და გასარკვევია. თუ ეს გაზის მილი მის ტერიტორიაზე არ გადის, მან პრობლემა მოხსნილია. თუ გაზის მილი მის საკუთრებაში მოხდა, მაშინ მესაკუთრეებს შორის გასარკვევის საკითხი არის და არა არქიტექტურის სამსახურის და ან ადგილობრივი ბიუროკრატის. მაგრამ ამ შემთხვევაში ექნის მაგ პრობლემას რეალურად. მოსახლეობას რა პასუხს უცემთ, როდესაც ეს მოსახლეობას იმ პასუხს უცემთ, რომ გვაქვს ნორმალური სასამართლო და გვაქვს გამიჯნული საკუთრების უფლებები. ნორმალური სასამართლო ხო, ანუ მანდა თუ სასამართლო არ გვაქვს, მან უნდა დაიწყო ადგილობრივზე, მე არქიტექტურის სამსახურზე და ასე შემდეგ საუბარი ზედმეტი ხდება. ხდებით? ჯერ ფუნდამენტი გაქვს გამოსასწორებელი. მაგიტომ არის ადგილობრივი არჩევნებიც, ასე თქვათ, მეათით ხარისხოვანზე გადასული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა უფრო ფუნდამენტალური მნიშვნელობის ინსტიტუტები ქვეყანაში და შესაბამისად ადამიანები დამნეულები არიან, როგორ მიიღონ და რის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. და თუ სადღაც გაზის მილი გასკდება, მიმართავენ რომ კონკრეტული უბნის მაჟორიტარს, იმის მაგივრად რომ იცოდეთ, გაარკვიოთ ვისი ბრალია, ვისი საკუთრება დაირღვა, რა პრობლემა შეიქმნა და წავიდნენ მიმართონ სასამართლოს და ცოტა გაარკვიონ ეს საკითხი. აი ეგ არის პრობლემა საბოლოო ჯამში და მიმართავენ ისევ ბიუროკრატს, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ბიუროკრატიის დამაზიანებელი. და იქნება ისე მოსახლეობის დამაზიანებელი. რა თქმა უნდა. მაინც ასე თუ ისე ყველა კუთხით მოსახლეობასთან მივდივართ და კი ბატონო, გმადლობთ. ბატონო ბორი, საბურთალოზე ხშირია ინფრასტრუქტურის გადაჭარბებული დატვირთვა, ზუსტად დატვირთული გზები, პარკინგიც ახსენეთ, ასევე კორპუსები, პარკინგის პრობლემა, ამაზეც ვისაუბრეთ. როგორ შეუმსუბუქებთ თქვენი გეგმით დღევანდელ რეალობაში მოსახლეობას ამ კუთხით? მაგალითად, გუშინ წინ, როცა წვიმს ზოგადად ქალაქი ჩერდება. ამ კუთხით საბურთალოზე, რომელიც ერთ-ერთი დიდი რაიონი არის თბილისში, თქვენ როგორი გეგმა გაქვთ? ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, ესე მან რო წავიდეთ რა. საცობები ზოგადად ქვეყანაშიც კი და არა თუ ერთ რაიონში არ არის ამოკიდებული იმაზე რა გადაწყვეტილებები მიიღება იმ კონკრეტულ რაიონში. შეიძლება ხვალ მოაგვარო ეგ პრობლემა ჩაკეტო მთლიანად ყველა რაიონი ცალ-ცალკე და არ შეუშვება მანქანების საცობების პრობლემა მოგვარდება. მაგრამ ზოგადად რაიონში საცობების პრობლემა შეიძლება იყოს ამოკიდებული როგორც ქვეყნის, ისე შესაძლოა გარე ქვეყნის ნაკადზეც. ამიტომ ამას სჭირდება არა ისეთი მიდგომა, რომელსაც დღევანდელი მერია ახორციელებს, ძალით ქმნია საცობებს, იმიტომ რომ მანქანები ნაკლები იყოს. არამედ პირიქით, ალტერნატივად ჯერ ესეთი შესაძლებელია დაწყება ხიდების შენებლობით, რომელიც აუცილებელია და არაერთი პროექტი არსებობს
ძველი პროექტები, რომლებიც შეჩერებულია და არავის განხორციელებელი მტკვარზე ხიდების ნაწილში. ასევე გასაკეთებელია დამატებითი ესატაგადები და გზები და მიწისქვეშა სატრანსპორტო საშუალებები. იქნება ეს მეტრო თუ მიწისქვეშა გადაადგილების სხვა საშუალებები. მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეს სივრცე, რომ მოიხსნას არა მარტო საცობების პრობლემა, არამედ მოიხსნას ადამიანების გადაადგილების პრობლემა ზოგადად. ხვდებით? ადამიანს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მეტროთი გადაადგილება, ან ავტობუსის გადაადგილება, არამედ გადაადგილება იმ ტრანსპორტით, რომელთაც უნდა და თავისუფლად. შესაძლებელია 100%-ით ეს ვერ განხორციელდეს გარემოდან გამომდინარე და გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, თუმცა გეზი და სტრატეგია შესაძლებელია პირიქით 180 გრადუსით მოატრიალოს და საცობების შექმნის მაგივრად იმუშაოს გზების განტვირთვას. კი ბატონო, გმადლობთ. ბატონო გურამ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას თუ აპირებს თქვენი პარტია და ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას როგორ აპირებთ, საიდან აპირებთ რომ დაიწყოთ? მე როგორც გითხარით, ეხა იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული ხიდი ავაშენოთ, კონკრეტული რაღაცა კორპუსი მოხსნათ და სხვაგან გადავიტანოთ, ალბათ საუბარი ამაზე ნადრევი არის. და რა თქმა უნდა კვალიფიციური ვერ იქნება, იმიტომ რომ ამას ჭირდება ძალიან დიდი ანალიზი და ჩემი მხრიდან იქნება ალბათ მხოლოდ დემაგოგია და პოპულიზმი, რომ ხა ვისაუბრო, რომ ხავე ხიდს ავაშენებ, ეს და გადას გავიყვან, კორპუსს დავანგრევ, გზებს გავაბად, თავისუფლებს, კვერებს გავაშენებთ და ასე შემდეგ. მე როგორც გითხარით, ძირითადი პრობლემაა, როგორც ვისაუბრე, ეს არის ქაოტური განაშენიანება, ეს არის მართლა ცენტრალური პრობლემა. მე რა თქმა უნდა ბატონი ბორისის იდეებსაც მესმის მის იდეებისაც, თუმცა ამ შემთხვევაში დავამატებდი იმას, რომ რამდენი ესტაკადაც არ უნდა გავაშენოთ თბილისის სპეციფიკიდან გამომდინარე, რელიეფიდან გამომდინარე და ზოგადად იმ პრინციპიდან გამომდინარე, რა პრინციპზეც ის თავის დოზე დაფუძნდა და კომუნისტების მიერ განაშენიანდა, შეუძლებელი იქნება, რომ აი მაგალითად ახლა საბურთალოზე რა ესტაკადა უნდა ავაშენოთ, რომ ის ჯოჯოხეთი რაც პიკის საათში ხდება, გავანეიტროთ. ეს ხდება იმის გამო, რომ ეს დიდი ნაკადი, როცა დაუშვათ ერთ უბანში ცხოვრობს 300,000 მოსახლე პირობითად და ეს რაღაც პიკის საათში, როცა ყველა სახლში მიდის ერთად შეიკრიბება, იქ იმ ესტაკადაზეც ეგრე შეიკრიბება, გზაზეც ეგრე შეიკრიბება და ასე შემდეგ. შესაბამისად პრინციპში არის საქმე აქ. პრინციპში არის ის, რომ რაღაცნაირად დეცენტრალიზაცია უნდა შევძლოთ ქალაქის, განმუხტვა, გადავანაწილოთ, გავიტანოთ რაღაც კონკრეტული დაწესებულებები უფრო შემოგარენისკენ და ეს მერე შედარებით შეამსუბუქებს უკვე იმ ძიმე გარემოს ეკოლოგიაში, საცობებში, გადაადგილების პრობლემებში და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი ძირითადი ხედვა. აქედან გამომდინარე ხა რაღაც კონკრეტულ პროექტზე, რომ ახლა ჩვენ შემოვლით გზას თბილისის ზღვაზე გავაკეთებთ და საჰაერო ხომალდს შემოვიტანთ და ზოგი რო იძახის ტივს დავამატებთ და რაღაცა შემდეგ ცოტა არ მიმაჩნია მაინც და მაინც სწორად ამაზე ეხა საუბარი, თორემ ისე რატომაც არა ტივის კაი იქნება და ახალი ესტაკადაც, მაგრამ პრინციპი და ცენტრალური პრობლემა არის აქ თავარი და გამოწვევი მიზეზი და არა გადაჭრის გზა. კი ბატონო, მადლობა. ბატონო ბორის, გირჩის წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და მოქალაქის როლის გაძლიერებაზე. კონკრეტულად რა ფორმით აპირებთ, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ჩართოთ ამ შემთხვევაში, უფრო ახალგაზრდებს გულისხმობ? მე სამწუხაროდ მაგაზე პასუხი ვერ მექნება, იმიტომ რომ მოქალაქეები არავინ არასად არ უნდა ჩართოს. ბიუროკრატმა ყოველ შემთხვევაში მინიმალური რაოდენობის ბიუროკრატმა ხელი არ უნდა შეუშალოს მათ სადმე ჩართულობისგან. თორემ ჩართოს და ინიციატივა და რაღაც სახრეთი SDO-ს როგორც ხართ, ესე არ უნდა დააინტერესოთ. არავინ არ უნდა დააინტერესოს არაფერში. მაგაშია ფუნდამენტური პრობლემა, რომ ბიუროკრატები, პარლამენტი იქნება, მთავრობა იქნება, ცდილობენ ვიღაცების რაღაცებში დაინტერესებას ზოგადად. და არ უნდა თვითონ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ბარიერი ნებისმიერ საკითხში ჩართვისა და თავისი ნების თავის საკუთრების ფარგლებში განხორციელების მასშტაბებში. არ უნდა ჰქონდეს ბარიერი. აი ეს მთელი ფილოსოფია ასე ვთქვათ. იმის იქით მე ვიღაცა რაღაცაში თუ ჩაერთვება, ან დაინტერესდება, გამოიკვლევს, ეგ პრობლემა არ არის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ დღევანდელი სისტემა, რომელიც აქ მუშაობს ამ ქვეყანაში, ქმნის ბარიერებს, ამ მოსახლეობის ჩართულობის ბარიერებსაც. მაგალითად, თუ ადამიანს ელემენტარულად თავის სახლის გარემონტება უნდა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას, მას ამის უფლება არ აქვს დღევანდელი მდგომარეობით.
და ჩვენ როგორ ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ადამიანები რომ გავხადოთ უფრო ჩართულები თვითმმართველობაში. ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ადამიანს რაც აქვს მისი ფუნდამენტური უფლება, ხომ? რომ მისი საკუთრება ისე მოაწყოს როგორც მას უნდა, ეს უზრუნველყოთ და შემდეგ გადავიდეთ მის დაინტერესებაზე და ასე შემდეგ ბიუჯეტის განმკარგებასა და ქალაქის მოწყობა. კი ბატონო, ორივეს მინდა გკითხოთ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვიცით ბოიკოტს უცხადებს, პარტიების არჩევნებს და პარტიების ლიდერები დღეს გისოსებს მიღმა არიან. თან მასშტაბური აქცია არის ზუსტად შაბათს 4 ოქტომბერს დაგეგმილი რუსთაველზე. ამ ადამიანებს რას ეტყოდით, რომლებმაც არ იციან ჯერ კიდევ რა გააკეთონ, ვის ენდონ, აქციაზე იდგნენ, არჩევნებზე წავიდნენ თუ ასე შემდეგ. ერთი სიტყვით. ამ მრჩევლებს რას ეტყოდით? აი ეს მაინტერესებს თუ შეიძლება წინას არჩევნოთ. კი ბატონო. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმითი, რომ არჩევნები და პროტესტი ერთმანეთს ხელს არ უშლის არავითარ შემთხვევაში. ამიტომ იდეალური გამოსავალი იქნება მოქალაქეების მხრიდან და მეც იგივე მეთოდს მიმართავ, დილით წავალ არჩევნებზე და დავფიქსირებ ჩემ კაფე ოპოზიციას, რომ ვეთქვი, რომ ქართულ ოცნებას გარკვევით, რომ არა, ამას მე ავსახავ უკვე უშუალოდ ჩემი მოქმედებით, ხმის მიცემის ფორმით. შემდეგ რა თქმა უნდა, აუცილებლად წავალ პროტესტზე, მშვიდობიანად გავაპროტესტებ იმას, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე ბევრ რაღაცაში იმ ადამიანებს, ვინც ამ აქციას გეგმავს, არ ვეთანხმებ. ამის მიუხედავად მე მაინც ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც უკვე ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და რაღაცა იმედს ეძებს, ზოგისთვის ეს იმედი არის სწორედ ეს პროტესტი, ასევე მე ძალიან კარგად მესმის პოლიტპატიმრების მშობლების, გულისხმობ პოლიტპატიმრებში იმ ახალგაზრდების და ბავშვების, რომლებიც წყლობით აბსოლუტურად უსამართლოდ გაუშვეს ციხეში, ამიტომ მათ სჭირდებათ რაღაცა მხნეობა, მათ სჭირდებათ დაინახონ ხალხი. და ეს ამისთვის იდეალური გამოსავალი არის 4 ოქტომბრის პროტესტი. ჩვენ ყველა იქ რა თქმა უნდა მივიდეთ და სადაც ქართული ხალხი იდგება, პროგრესული, ცივილური, გულვანთებული ნაწილი, ჩვენც რა თქმა უნდა მეცნამწვანთა პარტიაც იქ იდგება. თუმცა ამის მიუხედავად მოუწოდებ ყველას, ვინც პროტესტზე გეგმავს, რომ წავიდეს, აუცილებლად მოვიდეს არჩევნებზე, არავინ არ დაიჯეროს, რომ არჩევნები ცვლილება არ მიიღწევა, ან არჩევნებს აზრი არ აქვს. ეს რა თქმა უნდა არის კონკრეტულად ხელისუფლების პროპაგანდა, აი მაგალითად რუსეთში იგივე რაღაცა მოხდა, ესე ნელ-ნელა ხალხი მიეჩვეს, რომ არა არჩევნებს რა აზრი აქვს, მაინც გააყალბებენ ბიძი და არ წახვიდე არჩევნებზე ხა და ეს არის დანაშაული, ვინც ამას ლობირებს, რომ არჩევნებზე არ წახვიდე, ის ჩემთვის არის ხელისუფლებასთან შეკრული და გარიგებული. თუმცა ამის მიუხედავად აუცილებელია არჩევნების მერე კარგი იქნება ყველას მხრიდან წავიდეთ პროტესტზე და დავანახოთ ქართულ ოცნებასაც, საზოგადოების იმ ნაწილსაც, ვინც აქციაზე არ დადის, ასევე ჩვენ უცხოელ პარტიორებს დავანახოთ, რომ ქართველები ისევ ვიბრძვით, ისევ ერთად ვართ და ისევ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება, ავკვეთოთ და შევცვალოთ. კი ბატონო, გმადლობთ. ბატონო ბორისი. იგივე. ხო. ნუ პირველ რიგში დავეთანხმები ნაწილობრივ თავარი პრობლემა რაც ახლა დგას, რომ იმედია ოპოზიცია უშვებს შეცდომებს და იმედია შეცდომაა ეს. რადგან ის ნიჰილიზმი, რომლებსაც ისინი თესავენ არჩევნებთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს ისეთი პრობლემების გამომწვევი მომავალში, რომლის დაძლევა ფაქტურად შეუძლებელი იქნება. სოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება ელექტრონული არჩევნები. თუ ეს ასეთი ადვილად გასაყალბებელია, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ კარგი ხელისუფლებების იმედად ყოფილა მთელი სოფლიო, ვინც თავისით დათმობს ხელისუფლებას, ხო? ეს შეუძლებელია. ანუ არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს ისეთ იმის რესურსი, რომ იმ ხელა მასშტაბით იმოქმედოს შედეგებზე, რომ საერთოდ აზრი დაკარგოს არჩევნებმა. თუ ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ დღეს არჩევნებს საერთოდ აზრი არ აქვს და უნდა ვემზადებოდეთ რაღაც მშვიდობიანი რევოლუციისთვის, თუ ის მშვიდობიანი რევოლუციაც არ გამოვიდა, მაგ დაშვებას თუ გავაკეთებთ. გამოვა 5 ოქტომბერს უკვე ადამიანებს ამ ქვეყნის მოსახლეობას არანაირი შესაძლებლობა არ ექნება ამ ხელისუფლების ცვლილების, ხო? და თუ ოპოზიცია იმ ნარატივზე დაждდება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, გამოდის, რომ მაშინ ქართული ოცნება უნდა იყოს ხელისუფლებაში მუდმივად. რაც ოპოზიციის მხრიდან იმედია შეცდომაა. აი ამ ნარატივის გავრცელება. მეორე მხრივ რო შევხედოთ თვითონ მოქალაქის აი ესეთ პოზიციაში ჩაყენებას, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს არ წახვიდე რაგან, როგორც საბერძნეთში რაღაც იდიოტის როლში შეკვეხება არ არის სწორი რა, როგორც საბერძნეთში იყო ადამიანი, რომელიც რაღაც საერთოდ გაყედებული იყო, ყველანი პოლიტიკიდან
იგივე როლში უნდა თამორჩეული ჩააყენონ და ჩააკვეხონ რაღაც იდიოტის როლში ჩასვან და გადგან გვერდზე და ითამაშონ პრიმიტიულ ემოციებზე, რომელსაც მომავალი ფაქტიურად არ უწერია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აი 4-ში მართლა რაღაც განსაკუთრებული მოხდება. მე სამწუხაროდ ახლა ესეთი რწმენა არ მაქვს, რომ 4-ში ხელისუფლებას ესე მშვიდობიანი რევოლუციით შეცვლია. შესაბამისად, თუ ეს არ მოხდება, გამოდის, რომ ოპოზიციას გაცილებით დიდი დანაშაული ექნება ამ მოჩვენის წინაშე და ჩადენილი, ვიდრე ამ შემთხვევაში სხვა ძალებს. მოდი ესე ვიტყვი რა. ამიტომ ყველა მეტ ჭკუას უნდა მოუხმოს და გადაწყვეტილების სწორად ისე მიიღოს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არ დაღუპოს. მის. კი ბატონო, რა პროგნოზები გაქვთ ბატონო გურამ, რო გითხრათ, აი 5 ოქტომბერი, როგორ შეიძლება დადგეს სიტუაცია, როგორი დღე შეიძლება გაგვიტანდეს 5 ოქტომბერს? მიუხედავად იმ ძალიან დიდი ნიჰილიზმისა, რაც სამწუხაროდ ნელ-ნელა ღვივდება ჩვენ საზოგადოებაში, მე მაინც მაქვს ქართული საზოგადოების იმედი, განსაკუთრებით დედაქალაქში, იმიტომ რომ დედაქალაქი ბევრ სხვა სოციუმია, სხვა პრინციპები აქვს, სხვანაირად რეაგირებს კონკრეტულ ფაქტებზე და იმ ბარბაროსობის შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მოიმოქმედა წინა წელს რუსაულის გამზირზე დაასახიჩრა, დაასისხლიანა ადამიანები, ბავშვები ციხეში გაუშვა, ქალები ციხეში გაუშვა, გაწუნეს გამოესხო, ყველანაირად არაქართული, არათბილისური საქციელებია, ხო? აქედან გამომდინარე, მე მაინც იმედი მაქვს, რომ აი ის მოსახლეობა, რომელიც თავის დროზე ქართული ოცნების ელექტორატი იყო, ისინიც განუდგებიან უმეტესი ნაწილი და იმედი უნდა ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში ამისი, რომ რაღაცნაირად თბილისში მეორე ტურის მიღწევა მაინც შესაძლებელი არის. ამის გარდა პროტესტს რაც შეეხება, მე მართლა არ მჯერა, ვერ მოვიტყუები, რომ რაღაცა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ და ატაბურჭულაძე იმღერებს და ხელისუფლება გაიქცევა. ამჯერა ამ აბსურდის სამწუხაროდ და ამის მიუხედავად მინდა მოსახლეობას მიმართო, რომ პროტესტი აუცილებელია დიდი ძლიერი ენერგიული პროტესტი და რა თქმა უნდა ყველა უნდა მივიდეთ იმ აქციაზე და დავანახოთ ყველას, რომ ერთად ვართ, ვიბრძვით და მზად ვართ, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. თუმცა ამის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში ნიჰილიზმი არ უნდა გაღრმავდეს, თუ ეს პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს. პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო. ხედავთ, რომ ქართული ოცნება უკვე მეტნაკლებად შიდა დაპირისპირების პროცესში იმყოფება, იზოლაცია აბსოლუტურად მოიცვა, მთელი დასავლური ქვეყნები ამყოფებენ იზოლაციაში ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ბრძოლამ უკვე საკმარისად მეტი შედეგი მოგვიტანა. მათ დაკარგეს ძალიან გულწრფელი ძველი მომხრეები, აი იმ საშინელებების გამო, რაც გააკეთეს. ამიტომ პროგნოზი იქნება ჩემი ის, რომ შეიძლება რაღაცა დიდი კარდინალური ცვლილება არ მოხდეს ამ 4 ოქტომბრის შემდეგ არც არჩევნებზე და არც პროტესტზე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე იმეც ვიტოვებ, რომ რაღაცა ხელშასაჭირი დარჩება მაინც მეორე ტურის სახით. მაგრამ მაინც ბრძოლის პროცესი გაგრძელდება და ყველა ვარიანტში არ არსებობს, არ არის ქართული ოცნება ისეთი ძლიერი რეჟიმი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალა შეინარჩუნოს. ამაზე ბევრად სასტიკი და მძიმე რეჟიმები დამარცხებულა მსოფლიოში და ქართული ოცნება რაღაც სათამაშო დათუნია იმათთან შედარებით, ხო რომ შევადაროთ და ამიტომ ხნეობას ნუ დაკარგავთ, ვიბრძოლოთ 5-ში, 6-ში, 7-ში და რამდენი ხანს დაჭირდება იმისთვის, რომ ეს რაღაცა მარაზმი და საშინელება ჩვენ სამშობლოს მოვეშოროთ. მადლობა. ბატონო ბორის, თქვენ დასასრულისკენ მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ გაყალბება არჩევნების. შარშან მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზუსტად იდგნენ არჩევნებამდე სანამ იქნებოდა მოკლედ ის პერიოდი, მოსახლეობას აჩვენებდნენ ვიდეოებს, აიჩვენა მას ასე ვაკეთებთ, ამთან მიმდევრობით და ეს ვერ გაყალბდება. როდესაც არჩევნების შედეგები დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, ისევ გვიზიარდება ვიდეოები, სადაც საუბარია, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შემთხვევაში საბოლოოდ თქვენი პროგნოზი მაინტერესებს და ამ კუთხითაც გაყალბების იმედი არ გაქვთ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება ვიგრძენი თქვენ. არა, გაყალბებაზე არ არის. მე CSKO-ს კომისიის წევრი ვიყავი შაშა სხვადასხვა. შესაბამისად არა, საპარლამენტოზე. შაშა. შესაბამისად გააჩნია რას დავარქმევთ სიტყვას გაყალბებას. ერთია გაყალბება და მეორე არის მოსყიდვა, მანიპულაცია და ასე შემდეგ. ქართული ოცნება მუშაობს ასე თქვა თავის კარგად შემუშავებული ტაქტიკით. მათ არ ჭირდებათ ბიულეტენების ასე გაფერადება და გაყალბება.
არც მონაცემებს აყალბებენ თვითონ ელექტრონულ აპარატებში. მაგრამ ქმნიან ამომრჩევლის ასე ვთქვათ მობილიზებას და ნაკადებს თავისთვის განსაზღვრულ უბნებზე. სადაც წინასწარ არის შერჩეული, აი ეს ნაკადში ვინ უნდა მოხვდეს, როგორ უნდა მოხვდეს, რა უბანზე უნდა შევიდეს და როგორ გაკონტროლდეს მის მიერ ასე ვთქვათ მიცემული ხმა. ჩვენ მოსახლეობის ნაწილი ამას გაყალბებას არ ქმნავს. თუმცა აქ ტერმინებზე ხა დავაში რო შევიდეთ, ეს არის უბრალოდ манипуляция, ხო? ასევე არის მეორე ფაქტორი, რაც იყო ასე ვთქვათ, ამომრჩეველზე ზეწოლის ინსტრუმენტი იყო ეს გამოჟონვის ნაწილი თუ გახსოვთ. აი მეორე მხარე ჟონავს, შესაბამისად არკვევ ვინ ვისნის სახმა და ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ზეწოლის ინსტრუმენტი დამატებითი. შესაბამისად ქართული ოცნება ახდენს ამომრჩეველზე ზეწოლას. გაყალბებას არ ქმნეს ამას ისევ გამეორდების ზოგი, მაგრამ ჩემი აზრით ეს სიტყვა არა კორექტულია ამ შემთხვევაში. ზეწოლას ახდენს და ზეწოლა არის დიდი, მაგრამ ზეწოლის მასშტაბებს თავის საზღვრებიც აქვს რა. რომ ჩავთვალოთ, აი გადავხედოთ, თუნდაც იგივე თბილისის მასშტაბში რო ავიღოთ, აი 10%-ის საზღვრები რო ავიღოთ, ეს არის დაახლოებით 60,000 ხმა. 60,000 ხმა ძალიან დიდია. ხვდებით? ანუ შაშანდელი რიცხვებით რო ავიღოთ, 60,000 ადამიანი უნდა ატარონ და მობილიზება გაუკეთონ. რაც იმხელა რესურსს მოიხდავს, ალბათ ხვდებით, რომ ფაქტობრივად ეს ქართულ ოცნებას კი არა, გაცილებით უფრო ძლიერ ძალებს არ შეუძლიათ იგივეს გამეორება. შესაბამისად, ის ნარატივი, რასაც რო არჩევნებზე წასვლა არის უაზრობა და შესაბამისად ლეგიტიმაციის მიღება მიცემა ქართული ოცნებისთვის და ეს ემოციური ფაქტორების შემოტანა პირიქით აზიანებს ამ პროცესს. და აწყობს ასხავს ისევ ქართული ოცნების ცეცხლზე ნავთს და აძლიერებს მათ აი ამ ქვეყნის ასე ვთქვათ ბოლო სისხლის გამოწვევაში. და რატომ? ხო, მანამდეც ახსენეთ, ხო? და საბოლოო ჯამში ის რომ ვთქვათ ლეგიტიმაციის მიცემა არასწორია ქართული ოცნებისთვის და საღამოს რევოლუციის მოწყობა სწორი ერთმანეთს არც წინააღმდეგებოდა ლოგიკურად თან არც ებნის. შენ თუ ლეგიტიმაციის ამბობ რომ ლეგიტიმაციის მიცემა არ შეიძლება ქართული ოცნებისთვის არჩევნებზე წასვლით და საღამოს რევოლუციას აწყობ. მაშინ რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი საერთოდ? თუ საღამოს რევოლუციის ზემოქმედები 5 ოქტომბერს სხვა რეალობა გაქვს აბსოლუტურად. ლეგიტიმაცია არანაირ პრობლემას არ ქმნის. მაშინ რატომ არის საჭირო აი ამ ნარატივის გავრცელება, რომ არ წახვიდე არჩევნებზე? ეს ხო არ ასხავს იგივე ისევ გამეორდები ოცნების ცეცხლზე ნავთს. ამაზე უნდა დავფიქროთ და ყველა სარგებლობს ამ სიტუაციით. რეალურად ოპოზიციაც და ქართული ოცნებაც აი ამ ქვეყნიდან ბოლოს ისწოვენ და ძალიან დიდ ფულსაც შეუძლობენ ამ ყველაფრით. და ეს რო შეიცვალოს ეს სურათი. შეიძლება არც ერთხელ არ აწყობდეს. აი ამაზეა დასაფიქრებელი. კი ბატონო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ორივეს იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და მოგწანდით ჩვენთან. გმადლობთ სასიამოვნო, საინტერესო და კულტურული პასუხებისთვის. მეწარმეტებას გისურვებთ თორთავის. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. დრო მე კი მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი დებატების მონაწილეები გახლდათ გურამ ნიკოლაიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიიდან მწვანეთა პარტია საარჩევნო ნომრით 12 და ბორის სოლომონია საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან გირჩი. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.